დაზღვევისთვის დახარჯული ფული, სეტყვისგან დაზიანებული ციტრუსი და აუნაზღაურებელი აგროდაზღვევა. ფერმერების პრეტენზიების ადრესატი სადაზღვევო კომპანია ირაოა. დაზღვევის სამთავრობო პროგრამაში ჩართული მეციტრუსები ამბობენ, რომ კომპანიას დროულად მიმართეს, თუმცა ზარალის ანაზღაურებას დღემდე ელოდებიან. თვითონ ხედავთ, რომ ხელს არ ვკიდებ, მანამ არ მოვა სადაზღვევო კომპანია, რომ არ თქვა პრობლემა არ იყოს, რომ რატომ მოკიდეთ უჩვენოთ ხელი და თვითონ არ მოდიან და კი ვარ და ასე გაჩერებული. მერაბ კაკაბაძე ერთ-ერთია, რომელსაც სეტყვამ ციტრუსი დაუზიანა, ამბობს, რომ 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული მანდარინის მოსავალი სრულად დააზღვია, თუმცა დასეტყვილი ციტრუსის ანაზღაურებას ამ დრომდე ელოდება. ნაყოფი შეიძლება რომ ხე გააფუჭოს, თოვლი რომ მოვიდეს, დატეხავს და უფრო უარესი გაფუჭდება და ვერ ვკრიფავთ იმის გამო, რომ მოვიდეს, რატომ მოკრიფე უნდა გვითხრა. აი იმის გამო ეს გაჩერებული ვარ და დღეს ხვალ და არ მოდიან. აგროდამცველებმა მათ მიერ დაზღვეული ბენეფიციარების დაკმაყოფილების მოთხოვნით სადაზღვევო კომპანია ირაოსთან აქცია გამართეს. მათი განმარტებით სადაზღვევო კომპანია ციტრუსის დაზიანებისთანავე თავად მიმართეს, თუმცა ბენეფიციარების ზარალი ამ დრომდე არ შესწავლილა. სადაზღვევო კომპანიის მიერ წარმოთქმული, რომ თურმე ბენეფიციარს უნდა დაერეკა, პირველი 6 საათის განმავლობაში სადაზღვევო კომპანია ირაო ჩვენს მიერ ინფორმირებული იყო. ამის გარდა ყველა მოცემული რეგიონიდან, ყველა სოფლიდან სულ ცოტა 15-20-მდე ზარი განხორციელებული არის იმ ცხელ ხაზზე. ეს საკმარისი არის იმისათვის, რომ სრულ წარმოებაში აიღოს. ზარი გადიოდა და არ პასუხობდა ნორმალურად კაცო და ტოვებდნენ ტელეფონებს და შენიშვნებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ სადაზღვევო კომპანიაში. ირაკლი დიასამიძის განმარტებით დაზიანებული ციტრუსის შესწავლა მიმდინარეობს, ანაზღაურებას კი ის ოჯახები მიიღებენ, რომლებმაც ცხელ ხაზზე დარეკეს და მონაცემები დაარეგისტრირეს. ჩვენ ვღებულობთ იმ შეტყობინებებსაც, თუ კი ადამიანმა დარეკა რამოდენიმე ბენეფიციარზე, დარეკვის დროს აღნიშნა ელემენტარულად ან იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისაც არის პოლისი გაცემული, ან თუნდაც იმ პოლისის ნომერი. თუ კი ახლა ადამიანმა დარეკა და თქვა ხელვაჩაურში მოვიდა სეტყვა, ხელვაჩაურში არის რამოდენიმე 1000 ბენეფიციარი. ვიღაცის ნაწილი დასეტყვა, ვიღაცის საერთოდ არ დაისეტყვა, ხო დიდია ძალა ხელვაჩაურის რაიონი. აგროდაზღვევის პროექტის მიმდინარეობას წარმატებულად აფასებენ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში. ლევან მაღრაძე განმარტავს, რომ მომავალი კვირის დასაწყისში სადაზღვევო კომპანიებთან დაგეგმილია შეხვედრა, სადაც პრობლემური საკითხები განიხილება. არის უკვე შემთხვევები, როცა რეალურად დადგა ზარალი, ამ კუთხით ზარალების ჯგუფი ყველა საზღვაოს მხრიდან აქტიურად მუშაობს. ჩვენი მხრიდანაც არის ჩართულობა და ამ უახლოეს პერიოდში ყველასთან ასე ვთქვათ მოვახერხებთ მისვლაძა ზარალის დათვალს ობიექტურად. აგროდაზღვევის საპილოტო პროექტი 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. პროექტში სახელმწიფო სუბსიდირების ფორმით ჩაერთო და სადაზღვევო პაკეტის ღირებულების 100%-დან 93%-ს გადაიხდის.